სალამი ყველას პაფოსიდან. ისე როგორ უნდა წავსულიყავი ამ ქალაქიდან, რომ არ მენახა აქაური ღირსშესანიშნაობები. ხო და 1-2-3 საათი გვაქვს, რომ გავისეიგნოთ ამ პატარა კუსკუსა ქალაქში და დავათვალიეროთ თქვენთან ერთად. გუშინ ძალიან დატვირთული დღე იყო, ემოციურად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა იმ ქართველს, ვინც მიმასპინძლა და თავი უცხოელად რო ვთქვა, სახლში მაგრძნობინა. რა ძალიან მენატრებოდა და რაც განსაკუთრებული იყო ჩემთვის. დღეს რო გამოვედი სასტუმროდან გუშინ სადაც დავბინავდი, მიმღებში ასევე ქართველი დამხვდა, ლიკა, აქედან მოვიკითხავ, რომელმაც ძალიან გემრიელი ჯემი გამომატანა საჩუქრად. ეხლა ვარ ჩამოვედი ქვემოთ სანაპიროზე. და მოკლედ აი ესეთი ამბავი ხდება ამ ქალაქში, რომელიც როგორც ყველა ქალაქი კვიპროსზე ძალიან დიდი ისტორიით არის წარმოდგენილი. განსაკუთრებული რენესანსი ამ ქალაქს ჰქონდა რომაელების პერიოდში, როცა კვიპროსის მთავარი ადმინისტრაციული ცენტრი იყო აქაურობა. შუა საუკუნეებში კი ცოტა დაკარგა ეს სტატუსი. მაგრამ ომის შემდგომ როცა ადამიანები წამოვიდნენ ჩრდილოეთიდან, მოკლედ კიდე ნელ-ნელა უფრო მეტად გაცოცხლდა აქაურობა. და ეხლა წავიდეთ და აბა დავათვალიეროთ. სამწუხაროდ ეს ციხესიმაგრე არის დაკეტილი, მიზეზი არ ვიცი. მე-9 საუკუნეში ბიზანტიელების მიერ არის აშენებული. მერე რიჩარდ ლომგული, რომელმაც მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო და დაიპყრო კვიპროსის ტერიტორია, მათ შორის ეს ციხეც ჩაიგდო ხელში. ყველა საპორტო ქალაქს და საპორტო ქალაქთან არსებულ ციხეს კი იცით, რამხელა თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა. მერე იყო ეპოქა, როცა ეს ციხესიმაგრე ააფეთქეს ვენეციელებმა ოსმალებს რო არ დარჩენოდათ, მაგრამ ოსმალებმა მალევე აღადგინეს და ეხა რასაც ხედავთ, ეს დამახასიათებელი არქიტექტურა ამ კედლებით და მოკლედ შიდა ტიხრებით, რასაც ვერ გაჩვენებთ და ინტერიერით, ძალიან ოსმალური არის, დამახასიათებელი. და ოსმალების მერე იცით, რომ ბრიტანელები მეფობდნენ გარკვეული დროის განმავლობაში კვიპროსზე და ბრიტანელები, როგორც ვნახე, იყენებდნენ მარილის საწყობად, ძალიან აქტიურად. ხო და მოკლედ რატო ვერ შევდივარ, ეგ არ ვიცი, მაგრამ რაც არის ეგ არის, ეს კაცი ხო არ აპირებს შესვლას. არა. Closed. დაკეტილია. გაუქმებულია. ეხლა მივდივარ იმ ქუჩაზე, სადაც წლების წინ ძალიან დიდი დაძაბულობა იყო. სულ რამდენიმე პუნქტი არის, გამშვები პუნქტი, რომლითაც შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში, რომელსაც მხოლოდ თურქეთი აღიარებს, აბსოლუტურად სხვა დომენი აქვს, სხვა სატელეფონო ინდექსი და მოკლედ ორ ნაწილად არის გაყოფილი ეს ქალაქი. დედაქალაქი ნიქოზია 1000 წელია, რაც კვიპროსის დედაქალაქია და მოკლედ ეს ადგილი თავისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე კვიპროსი, ყველამ იცით, რომ უამრავი დამპყრობლის ხელში იყო და ენაცვლებოდა ერთი დამპყრობელი მეორეს. ბოლოს ისე დაალაგდა, რომ ოსმალეთისგან ბრიტანეთმა გადმოიბარა აქაურობის მმართველობა და მოკლედ ოფიციალურად გადაიქცა ბრიტანეთის კოლონიად. 1960 წელს გამოცხადდა მოკლედ კვიპროსის დამოუკიდებლობა და პირველი, ესე იგი, კვიპროსის პრეზიდენტი მაკარიოს მესამე აირჩიეს ერთხმად, რომელიც იყო ეპისკოპოსი და ჩვენ აუცილებლად მივალთ და მივაგებთ პატივს იმ ადგილს, სადაც მისი უზარმაზარი ძეგლი არის განთავსებული, აქედან რამდენიმე კილომეტრში. ეხლა დროში რო არ შევიზღუდოთ და რო არ შევბრკოლდეთ და რო არ დაგვაღამდეს, მოკლედ თან
გავიაროთ ქუჩაზე. მოკლედ, საზღვარი არ წარმოიდგინოთ, რომ რაღაცა ძალიან დიდი ბიუროკრატიებისგან შედგება. აქ ადამიანები ჩვეულებრივად იღვიძებენ სამხრეთში, დილით და ვისაც საქმე აქვს ხოლმე, ჩვეულებრივად გადადის იქეთ მხარეს და მერე საღამოს ბრუნდება. როგორც ვიცი და ეხლა თქვენთან ერთად ვნახავ, პასპორტშიც არ აღინიშნება საზღვრის კვეთა. ნიქოზია არის ერთადერთი დედაქალაქი, შეგვიძლია ესე ვთქვათ, მსოფლიოში, რომელიც არის აი ესე ორ ნაწილად გაყოფილი და 1974 წლიდან მოყოლებული, მოკლედ გაეროს სამშვიდობო მისია არის განთავსებული საზღვარზე. რამდენჯერმე იყო აკაურობის ამ ორ ნაწილად გაყოფილი ქვეყნის გაერთიანების მცდელობა და განსაკუთრებით აღსანიშნია 2004 წლის ამბავი, როცა მოკლედ ჩატარდა დიდი რეფერენდუმი, სადაც მოკლედ გარკვეული დათქმებით უნდა გაერთიანებულიყო ეს ორი ტერიტორია ერთმანეთში, მაგრამ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ ჩრდილოეთში უმრავლესობამ რეფერენდუმში მხარი დაუჭირა გაერთიანებას, ხოლო აქეთ სამხრეთ კვიპროსმა უარი თქვა, იმიტომ რომ მოკლედ ეს დათქმები გარკვეულ რისკებს შეიცავდა. აი ხა მივდივართ, რამდენიმე მეტრში არის აი საზღვარი, როგორც მითხრეს ადგილობრივებმა გადასვლის პროცესის გადაღება არ შეიძლება, განსაკუთრებით მოერიდე ჯარისკაცების სახეების გამოჩენასო. ხო და აი იქედან შეიძლება გასვლა, მაგრამ ეს რამდენადაც წყნარი ქუჩა არის და მოკლედ ისეთი ქუჩაა, სადაც შეიძლება რომ ჩემი ხმა მანდა მაინც ისე და არის მოდეს დაბინდული, მოკლედ გავიაროთ თან ეს ქუჩა. 1925 წელს უკვე ბრიტანეთის ოფიციალური კოლონია იყო აკაურობა და დემოგრაფიული განაწილება რო გითხრათ 80% შეადგენდნენ ბერძენი კიპრელების კვიპროსის სრული მოსახლეობა, ხოლო 20% იყო თურქი კიპრელების ამბავი. და პირველი ტალღა, ესე იგი, ამ დაპირისპირების რაც დაიწყო, ეს იყო 1955-59 წლებში რა. როცა, ესე იგი, ეროვნულმა ჯგუფმა ეოაკი იყო ეგეთი ულტრამემარჯვენე დაჯგუფება, რომლის მიზანიც იყო, რომ ბრიტანეთი გაეძევებინათ და მიეერთებინათ, მოკლედ, კვიპროსი, ესე იგი, საბერძნეთისთვის. და ამ დაპირისპირებას უამრავი ადამიანი ემსხვერპლა, ამის საპირწონედ კიდე აღსანიშნია ის ამბავი, რომ მოკლედ TMT იყო ეგეთი ჯგუფი, თურქი კიპრელების მიერ შექმნილი და ორგანიზებული, რომელიც აქეთ გააფთრებით იბრძოდა საკუთარი ინტერესების გასატარებლად. მოკლედ 1974 წლის 15 ივლისს მოხდა გადატრიალება და პირველი ეპისკოპოსი, რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს, მაკარიუს მესამე, რეზიდენციაში შეიჭრნენ, ეს დაჯგუფება შეიჭრა რეზიდენციაში და გააქციეს მაკარიუსი საკუთარი პოზიციებიდან. და მოკლედ ახალი ლიდერი, ვინც გაჩნდა, მისი სახელი იყო ნიკოს სამსონი, რომელიც ძალიან სასაცილოა, რომ სულ რამდენიმე დღის განმავლობაში იკავებდა ამ პოსტს რა. ხო და ამის შემდგომ უკვე თურქეთმა იმის გათვალისწინებით, რომ აგერ ჩემ ხალხს საფრთხე ექმნებაო, 20 ივლისს გადმოსხა თავისი დესანტი, ჯარისკაცები და ისე დაალაგდა, რომ დღეს კვიპროსი ორ ნაწილად არის გაყოფილი, ტერიტორიის 36% არის ჩრდილოეთის მხარეს და თავიდან ბოლომდე თურქები აკონტროლებენ, თურქული ძალის მიერ კონტროლდება, ხოლო აქეთ სამხრეთი არის მოკლედ სამხრეთ კვიპროსელების დაქვემდებარებაში და არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ოღონ იმ დათქმით, რომ ეს ტერიტორია დროებით არის ოკუპირებული. აი ეხლა ჩვენ რამდენიმე მეტრი გვაშორებს საზღვარს და აბა მივიდეთ ეხლა ერთად და გადავყვეთოთ ეს ამბავი. თან ისე ვიზამ, რომ ვითომ არ ვიყავ.
მოიმე პასპორტი. Hello. Yes, sir, next window. Okay. Sorry. Oh. Hello, sir. From what? Not here. Yeah, from Larnaca. Yes. Okay. Thank you. That's all? Okay. Okay. Wow. მოკლედ. აჰა. მეგონა რომ რაღაცა ჩეკს მომცემდნენ, მაგრამ ეგ საბუთიც არ მომცეს და უბრალოდ ესე დაასკანერა, ლარნაკადან მოხო გესმოდათ, ხო? ხო და? აჰა. აი. ესე გამოვიარე უმარტივესად. ეხლა ამ წამს ვიმყოფები ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის თურქულ რესპუბლიკაში. ხო, ესე არის მგონი სწორი ფორმა. და ეხლა უნდა შევამოწმო ტელეფონის ამბავი როგორ იჭერს. რაღაც ადგილის მერე უკვე აღარ იჭერს. ვა? ადმოვედი. ცოტა დამაჯვა. მაჩვენე შენი ვიდეოებიო და რა თქმა უნდა, არაფერი არ ვაჩვენე. სანამ ინფლაცია დაიწყებოდაო ადგილობრივები როგორც მეუნებიან, ფასებს შორის განსხვავება ძალიან რადიკალურად იგრძნობოდაო რა. მე ხა ამათაც ცოტა ჩააჭირათ და ნუ კი საწვავი და ეს პირველადი პროდუქტები დღემდე იაფია და ხალხი აქ შეიძლება გადმოდიოდეს საწვავს ასხამდეს და უკან ბრუნდებოდეს, მაგრამ ნუ მაინც ისეთი ინტენსივობით აღარ როგორც იყო. ესე იგი, რამდენიმე პუნქტი არის ამ ადგილას, სადაც შეგიძლია რომ ესე ადგე და გადაკვეთო საზღვარი რა, ეს მწვანე ზონა, რასაც ქვია ეგრეთ წოდებული, მწვანე ზონა და ლედრასის ქუჩა იყო ეხა ის, რაც გამოვიარეთ ჩვენ და ჩათვალეთ რომ ეს კაფეები, ბარები აქეთ მხარესაც იგივე ამბავი და მოკლედ ამ ლედრასის ქუჩის გადაკვეთის შემდგომ ესე უპრობლემოდ გადმოვედი ჩრდილოეთის ტერიტორიაზე. ეკონომიკური თვალსაზრისით კი ხვდებით, რამდენად დიდი კონტრასტი შეიძლება იყოს და ჩრდილოეთ ნაწილი აბსოლუტურად თურქულ დოტაციაზე ზის. ჯერ ხო სამხედრო ბაზები აქვს თურქეთის განთავსებული და მოკლედ ეგენი იცავენ. მერე ეს მთელი ეკონომიკა ჩაბმულია თურქეთზე. და მოკლედ მანდამაინც კაი დღეში ვერ არიან. ის ადგილები ფამაგუსტა მაგალითად ერთ-ერთი ულამაზესი კურორტი თითქოს დროში არის გაჭედილი, დროში არის გაყინული, იმიტომ რომ 74 წლის შემოჭრის შემდგომ, როცა თურქებმა თავისი ჯარი გადმოსხეს და დაიკავეს კვიპროსის ტერიტორიები, ჩათვალეთ, რომ მას შემდეგ არანაირი განახლება არ მომხდარა და მოკლედ 200,000 კიპრი, ბერძენი კიპრი გადმოვიდა სამხრეთის ტერიტორიაზე და 50,000 კაცი წავიდა იქეთ მხარეს სამხრეთიდან, ჩრდილოეთში. თქვენთვის ვინც არაერთხელ ყოფილხართ ამ ადგილებში და არაერთხელ გადაგიკვეთავთ ეს საზღვარი, თქვენი გამოცდილების გაზიარება ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა და მოკლედ შეგიძლიათ რომ რაღაცა პატარა თქვენი მოსაზრებაც დაწეროთ. თქვათ რა ადგილებია, სადაც შეიძლება რომ ჭამოთ, ან რამე ხო არ არის ისეთი განსაკუთრებული პოლიტიკური ასპექტი. ოჰო. მე რო გიждები ამ ხმაზე, აი ხმა არის. ხო, ნუ როგორც იცით, თურქეთში არალეგალური არის, ესე იგი, სათამაშო ბიზნესი და ეგ ყველაფერი თქვენ ძალიან კარგად იცით აჭარიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აჭარაში უამრავი თურქი გადმოდის სათამაშოდ და ახლა აქაც პირველი რაც თვალში ესე განსაკუთრებით მოხვდებათ არის კაზინოები, რომელიც ყველა ფეხის ნაბიჯზე არის ჩამწკრივებული და მოკლედ თურქეთიდან და ნუ არა მხოლოდ თურქეთიდან, მაგრამ ძირითადი ნაწილი თურქეთიდან აქტიურად გადმოდის, რომ აქ ითამაშოს და სათამაშო ბიზნეს ერთ-ერთი
ის უკავია, რა ქვია, თავისი ნიშა უკავია აქაური ეკონომიკის შექმნაში, მაგრამ საბოლოო ჯამში კი იცით ეხა ეგ რომ ძალიან შავი ხვრელია და ეგ ფული მანდამაინც რო არ ჩამოჟონავს ხოლმე ქვემოთ ხალხში და ისიც იცით რომ რამხელა მანიპულაციები ხდება აქეთ-იქეთ. ხო, რაც არ მინდა რომ გამომრჩეს ისაა რომ ესე იგი სამხრეთში ბერძენ კიპრელებს და საბერძნეთის ჰიმნი არის ერთი და იგივე და ჩრდილოეთში აგერ სადაც იხავ იმყოფებით ამათი ჰიმნი და თურქული ჰიმნი არის ერთი და იგივე და რო სერჩავდი ვეძებდი რაღაცას მოკლედ ფეხბურთის გუნდები ერთხელ 2008-ში შეხვედრილან თუ ვწდები აუცილებლად უნდა შემისწოროთ კვიპროსი, სამხრეთ კვიპროსი და საბერძნეთი და ძალიან საინტერესო სანახავი იყო რომ ორივე მხარეს მოკლედ სტადიონზე ერთი და იგივე ჰიმნი გაჟღერდა, ანუ ერთი და იგივე ჰიმნი გაჟღერდა ორჯერ რა. ეხლა ძალიან სპონტანურად დავდივარ, არანაირი ესეთი კონკრეტული ჩამოყალიბებული გეგმა არ მაქვს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ესე იგი ვაპირებდი მანქანის დაქირავებას და მინდოდა მომევლო მთელი ჩრდილოეთის ტერიტორიები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აქ ადგილობრივ ჯერ მანქანა ვერ გავაძრე და მერე რომც გამეძრო, ну ცოტა კიდე რაღაცას სესხს ავიღებდი, არ უნდა ეს ეხა ინფლუენსერული წუწუნები, მაგრამ მაინც ვაპირებდი ამის გაკეთებას და მოკლედ ის მოხდა, რომ აქ დაზღვევა, სამხრეთის დაზღვევა არ ვრცელდება, შესაბამისად რო გადმოხვალ კიდე ცალკე დაზღვევა უნდა აიღო და მოკლედ ამ ბიუროკრატიულ პროცედურებში თავის გაყოფა მართლა არ მინდოდა რა. არდა ძალიან საინტერესო სანახავი არის და როგორც მეუბნებიან, ულამაზესი სანაპიროები არის იქით. ფამაგუსტა ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, რაც მე ეხლა ვნახე. ოღონ აი დრო არის გაჩერებული იმ ქალაქში და ძალიან სევდიანია, მოკლედ ისტორია, რომ მოკლედ აქ ესე ამბობენ სევდიანად და ჩვენმა დიმიტრიმ, რომლის მამაც ერთ-ერთი გავლენიანი კაცი იყო და უზარმაზარი სასტუმროების ქსელის მფლობელი, დეველოპერული ბიზნესით გამდიდრებული მულტიმილიონერი კაცი ყვებოდა ამბავს, რომ მოკლედ რო უთხრესო, რომ ყავისმის პროცესში რო უთხრეს, რომ თქვენ უნდა ეხლა გადახვიდეთ და დატოვოთ ტერიტორია და წახვიდეთ სამხრეთში, აი როგორც დატოვეს და ის ყავა, ისე არის დღემდე დარჩენილი და არაფერი არ ხდება, მოკლედ იმ ადგილებში სამწუხარო დომ. არა უშავს. გონია რომ ახალ თაობაში რაღაცების გადააზრება ცოტა სხვანაირად მოხდება და მე ეს გადააზრება უკანს გაერთიანებამდე. არ ვიცი, კონფლიქტოლოგების საფიქრალი არის ეგ ამბავი უფრო მეტად. ტელეფონს ვამოწმებ და ხო, ინტერნეტის მხარდაჭერა არ მაქვს სამწუხაროდ. всё. სხვა დაფარვის ზონაში ვარ. წარმოგიდგენიათ, ხო? ერთი ქალაქია და აი ამ ქალაქში კიდე საზღვართან მდგარი სახლები, რომლის შესასვლელი ამ წამის მდგომარეობით სხვა ქვეყანაა, ხოლო უკანა ეზო სხვა ქვეყანა და საერთოდ არ ვრცელდება ამ ქვეყნის იურისდიქცია იქეთ. და ნუ როგორც წეგან გითხარით, ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელიც აღიარებს ჩრდილოეთის ნაწილს, ეს არის თურქეთი. სხვა არც ერთი სახელმწიფო არ არის, ვინც მოკლედ ცნო ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ეს 150 ევრო მეკონა უცებ ლირა არის. ხო და ლირას რაც შეეხება, მითხრეს რომ 1 ევრო 44 ლირაში გადახურდავდებაო. ხო და ეგეც გასათვალისწინებელი არის. კაი. ეხლა აქ ჩვენ სავარაუდოდ დაგვჭირდება ერთი სიმბარათი, რომ ხაზზე ვიყოთ და აზრზე მოვიდეთ, სად ვართ, როგორ ვართ და სად უნდა წავიდეთ. ხო და მერე პარალელურად დაგვჭირდება ავტობუსის გაჩერება. და აქვე უახლოესი ქალაქი სადმე შეიძლება რომ აღმოვაჩინოთ, შევიდეთ და მოკლედ დავათვალიეროთ
რომ მე მალევე მოვასწროთ ჩამოსვლა სანამ დაღამდება ამ ტერიტორიაზე. აბა წავიდეთ და ვიკითხოთ ბილეთების მდგომარეობა. ეგეთი ამბავია. თქვენც რო გაითვალისწინოთ და ის არ დაგემართოთ, რაც ეხა მე დამემართა. არც თუ ისე რამე ტრაგედია და განსაკუთრებული, მაგრამ მაინც რო ყურადღებით იყოთ. ესე იგი, ფული დავახურდავე და თან ვიკითხე მეთქი ბოლო როდის გამოდის. გირნეში გადავწყვიტე რომ წავიდე, აქვე პატარა ისეთი ქალაქი არის, კუსკუსა. ჩვენ რო გვიყვარს ეგეთი ქალაქი, 20-25 წუთის სავალზე. იმის გათვალისწინებით რომ მანქანა არ მყავს, ეხლა თავს არ გამოვიდებ და ყველგან ვერ წავალ. თან დრო ძალიან ლიმიტირებული გვაქვს, ხვალ იცით რომ უნდა ვიყოთ საღამოს ლარნაკაში, რომ ზეგ უკვე გამთენიისას გავფრინდეთ ქუთაისისკენ, ხო და მოკლედ 7 საათი, აი მაქსიმუმ 8 საათია ბოლო რეისი, რაც იქიდან გამოდისო რა. ხო და ეხა არის ამასობაში კი მოვიდა, გეტყვით ეხა რომელი საათია. ეხა არის 5 საკლია 15 წუთი. აი მე რო გზაში მოვდიოდი და გიყვებოდით ამბავს, ეს იყო მარჯვენა მხარეს პარალელურ ქუჩაზე, სადაც აბსოლუტური სიჩუმე არის. აქ კი ხედავთ ეხა ხალხის რაოდენობას, კაფეები, ბარები, ბურგერ კინგებით და მაკდონალდსებით და სტარბაქსი კი არ შემიმჩნევია ისე გამოდგმული. აი ესე რა. ხო და ეხა ერთი და იგივე გზით რო არ წავიდეთ. მოდი გავიაროთ იქეთ მხარეს. ვოუ. აი, შეხედეთ, ერთი წამით რო დაბრკოლებულიყავი. შეიძლება ხვალ PSP-ს დაზღვევას ცუდი დღე ჰქონოდა, იმიტომ რომ კაი ჩეკი მიუვიდო და რეკლამას არ უკეთებ. პროსტა უცებ ხელში რაც მომყვა ეგ იყო რა. ღმერთო. შეხედეთ? არ ვიცი როგორ გამოჩნდა კამერაში, მაგრამ იმენა ძალიან საშიშია. აი ხა სადაა ნიკოზის მუნიციპალიტეტი? ჩამოყარონ. საინსტაგრამეთ არ ვარგა, გამხმარია. და რა ფუნქცია აქვს? გარდა იმისა, რომ კინაღამ თავში დამეცა ორჯერ. Hey, where are you from, bro? I'm from Afghanistan. Afghanistan? Yeah. Oh, say hi to Georgian people. Hello, Georgian people. რა არის ავღანელი კაცი იყო. მაგან კი არიცი ავღანეთშიც რო ჩავაკითხავ. მაინცა ცოტაც შვებულების ლიმიტი შევივსო ისევ. აი ხა უნდა მივიდე სასტუმროში. როგორც გითხარით ბატონმა დიმიტრიმ, ესე იგი მაგარი პატივი მცა. ხო და დღეს იმის გამო რომ გუშინ ვეღარ მოვახერხე ჩამოსვლა და დარჩენა, საერთოდ არაფერი პასუხისგებლობა არ ქონდა ამ ამბავზე, მაგრამ ძალიან მეგობრული და ისეთი ნამდვილი კიპრული მასპინძლობის გათვალისწინებით მითხრა რომ უფასოდ დარჩები დღესო და ძალიან წაადგება ეს ყველაფერი ჩემ ბიუჯეტს. აი ხა მივდივარ სასტუმროში, სადაც მოუწესრიგდები და მე დამირეკა გიორგიმ, გუშინ ხო გახსოვთ? აი ეს გიორგი, ოქროს გიორგი, ვინც დამხვდა და გადამყვა და მატარა ხალიის მონასტერში და მე დამაბინავა ქვემოთ და ასე შემდეგ. ხო და მოკლედ სათვისტომოს თავმჯდომარე არის აკაური, ქართული სათვისტომოსი, ბატონი მეულუდი, რომელმაც ძალიან დიდი დაინტერესება გამოხატაო შენი ვიდეოების მიმართო და კონტენტის მიმართ, რასაც აკეთებო, ხო და აი ხა დაახლოებით 1 საათში გამომივლის, ხო და ერთად წავალთ და ნახავთ კიპრზე ქართული სათვისტომო როგორ მუშაობს და ერთი სული მაქვს, როდის ნახავთ ერთად ამ ამბავს.
კაია რომ ესე გეგმები შეიცვალა, იმიტომ რომ ეხლა რომ იქ ავტობუსები 10 საათამდე, 11 საათამდე ყოფილიყო, დღეს ამ ამბავს გავმაზავდი. ხო და შემთხვევით არაფერი არ ხდება და რაღაცეები რაც ჩვენ გვინდა რომ მოხდეს და არ ხდება, შეიძლება იმიტოც ხდება რომ მე უკეთესი რაღაცეები მოხდეს. ხო და ამის ეგეთი კლასიკური მაგალითი ეხლა ეს ამბავი არის. ბავშვი ცხოვრობ 25 წელია. აჰა. მანამდე 7 წელი საბერძნეთში ვცხოვრე, ვარ საბერძნეთის მოქალაქე. აჰა. ამჟამად არა ვარ საქართველოს მოქალაქეობა სამწუხაროდ. აჰა. ხო, არ ესე რა. როდის დააფუძნეთ სათვისტომო ბატონო? სათვისტომო დავაფუძნეთ 2006 წლიდან. აჰა. პარალელურად დავაფუძნეთ, ჩამოვაყალიბეთ ქართული საკვირაო სკოლა, ქართული ცეკვის სტუდია. აჰა. ხვალე გვაქვს ერთობლივი ღონისძიება საქართველოსგან ჩამოდიან ანსამბლი და მეგობრული ქართული კვიპროსული მეგობრული რაღაც ღონისძიებას ვაკეთებ. არა საინტერესოა. ხო, აი ხვალ ცოტა დროში აუცდით, მაგრამ ძალიან მიხარია რომ და მადლობა რომ ესე შევხვდით დრო გამონახეთ და მოკლედ კაი საქმე გააკეთეთ რომ ღალიის მონასტერში ვიყავით. კი. ძალიან გეწყინებოდათ რომ აქედან ისე წასულიყავით და მერე გაგეგოთ ქართული მონასტრის ზუსტად ღალიის მონასტრის შესახებ და ზუსტად. ეგ უკვე მაგარია რა. კი და ანუ აი ყველა მოკლედ მცდელობას არ დავიშურებ ჩემის მხრივ რომ მაქსიმალურად პოპულარიზაცია გავუკეთოთ ამ ამბავს რომელიც კი ეხა აქ ცხოვრები ქართველებისთვის ცნობილი არის, მაგრამ იმის მიღმაც მაქსიმალურად ვეცადოთ რომ გავავრცელოთ. ხა რას მოგვიყვებით აქაური სათვისტომოს შესახებ რა რაოდენობის ქართველი ცხოვრობს დაახლოებით და აი ეს დეტალები. ბოლო ინფორმაციით რო შევხედოთ. ბოლო ინფორმაციით აღრიცხული არის. ოფიციალურად აღრიცხული არის 60000, მაგრამ ბევრად უფრო მეტია. 99% ქართველების ცხოვრობს აქ არალეგალურად. აჰა. ძალიან უჭირთ გადაადგილება ახლა მეტი არა მაგრამ კი. ძალიან ჩაკეტილები რა ის გამო რომ სამეთები არ აქვს ჩაში ვერ გამოდიან. ხო. ახალი კონცერტი გვაქვს ძალიან შიშობთ რომ ხალხი არ იქნება. ხო, იმის გამო რომ ნუ რაღაცა რისკები არსებობს მაღალი რომ მე რაღაცა ისე არ წავიდეს საქმე როგორც შეიძლება რა წავიდეს. რა ვიცი. ვცდილობთ რა შეგვიძლია ესე ქართულ საქმეში. ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ. ეს უწყვეტობა ტრადიციის რომ აქ დაბადებული ბავშვები არიყვნენ მოწყვეტილი სამშობლოს ფესვებს, ხო? ქართული ცეკვა გვაქვს და ეს. ნახეთ. აივანზე გადმოკიდებული ქართველთა სათვისტომო კვიპროსში ძალა ერთობაშია და ქართული კულტურის ცენტრი. ძალიან საამაყო ამბავია. აბა წავიდეთ და შევიდეთ შიგნით და ნახოთ რა ხდება. შეიძლება შევიხედო. ოკეი. გამარჯობა. ნახეთ. ოკეი, ქორეოგრაფი გიორგის დედა. ვა, მართლა. მოკლედ პირველ რიგში დავიწყოთ მადლობით, იმიტომ რომ აი ესეთი განსაკუთრებული შვილი გაზარდეთ, რომელიც გადამყვა აი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, რა ვიცი, აი მეტრანახევარი ხალი გავმახლდი 2 მეტრა გავხდი. არ ვიცი, მე ესე შინ არასდროს არავის არ უგზნობინებია ჩემთვის თავი და მოკლედ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. დანარჩენს მერე მოგიყვებით დეტალურად რო არ მოგაცდინოთ და მერე გავისაუბროთ.
ჩემ ეს ხოლმე დილას 7 საათზე ადგება და თუ სკოლაში არ წაიყოთ. ეგრე იყო ხოლმე ჩემ დროსაც. როცა სკოლაში არ მივდიოდი, ყველაზე ადრე ვიღვიძებდი. ყველაზე ადრე გაიყვი. კი. უყოჩაღესი გოგოა და ბევრი წარმატებები ხვალ. გაიხარეთ, მადლობა. ნახვამდის დროები. კვიპროსში ჩამოვედი 2004 წელს. ძალიან ისე სპონტანურად მოხდა. არ მქონდა წინასწარ დაგეგმილი კვიპროსში წამოსვლა და აღმოვჩნდი კვიპროსში. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა. არ ვიცი, პირველი შთაბეჭდილება იყო, რა ვიცი, ფანტასტიკური. ხო. 2007 წელს შემთხვევით გავიცანი ქართველი. აჰა. მევლუდ ყაფლანიშვილი, აჰა. რომელიც აღმოჩნდა სათვისტომოს თავმჯდომარე. სათვისტომოს ფაქტიურად ახალი ჩამოყალიბებული იყო 2006-ში ჩამოყალიბებულა და უკვე დაწყებული ჰქონდათ ქართული ცეკვის სტუდიის გახსნა. 6-7 თვის დაწყებული ჰქონდათ უკვე სტუდიის ამბები და ყავდათ ბიჭი მასწავლებელი და ეძებდნენ გოგო მასწავლებელს და სულ შემთხვევით აი ამ გაცნობის პროცესში მკითხა ვინ ვარ პროფესიით და მე დავიწყე იმით რომ დამთავრებული მაქვს გერმანული თარგმანი და სპეციალობით ვარ მთარგმნელი რეფერანტი და მაქვს კიდევ ერთი პროფესია, ასევე დამთავრებული მაქვს ქორეოგრაფიული და აი მათ გამაწყვეტინა შენ გეძებდითო აბა აქედანო ეხლა უფრო დაწვრილებითო. მეთქი დაწვრილებით რა, გინდაო რომ ასწავლო ბავშვებსო ცეკვაო და აი მართლა ის იყო როგორი შემოთავაზება იცი, რომ აი ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი და ცოტა არ იყოს შემეშინდა, იმიტომ რომ მივხვდი რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო საზღვარგარეთ ასწავლო აქაურ ბავშვებს, ქართულ ბავშვებს ქართული ცეკვა. და ეს შიში სიმართლე გითხრათ, უფრო მეტად გამიმძაფრდა, როცა პირველად მოვედი რეპეტიციაზე. ანუ სიტუაცია როგორი? ეს ბიჭი მასწავლებელი, რომელიც უკვე ავხნიშნეთ და სულ არის 9 ბავშვი დარბაზში. ამ 9 ბავშვიდან 2 მევლუდის შვილია, მევლუდის დიშვილები, მეზობლის ბავშვები, ესეთი სიტუაციაა რა. დასაწყისია და აი მივხვდი რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა, იმიტომ რომ ბავშვებს წარმოდგენა არ ქონდათ, რას ვთხოვდით რა. ერთია როცა იზრდები საქართველოში და იქ ბავშვობაში მაინც ხარ სადღაც კონცერტზე ნამყოფი და მეორეა როცა სადღაც YouTube-ზე გაქვს რაღაც ვიღაცის ნაცეკვი ნანახი და უცბად შენ თვითონ გაყენებენ ძელზე და გეუბნებიან აი ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო. მოკლედ რა, აი აქედან დავიწყეთ და მე ნელ-ნელა განვითარდით. ნიქოზიაში ხო? კი, ნიქოზიაში. ხო. ხვალინდელ კონცერტთან დაკავშირებით გითხარით 1-2 სიტყვა და აქედანვე ძალიან მწუხვარ რომ ვერ ვახერხებ დასწრებას ამ რაღაცა დიდ დღეზე, აი ბავშვებს რო ვაკვირდებოდი, ყველა ისე ერთი სული აქვს, ემზადებიან სახელდახელოთ აი იქ შევიხედეთ ხო, რაღაცა ნახეთ უნიფორმები, ეს ქართული ტრადიციული ფორმები და აი ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით რა სიტყვით, როგორი კონცერტი? აი ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, ხვალინდელი დღე შეიძლება ითქვას, რომ ახალი დასაწყისია და რატომ? დიდი პაუზა გქონდა ისე აი ეს კორონას გამო და ფაქტიურად შარშან თავიდან დავიწყეთ, ისევ ნოლიდან დავიწყეთ და ბავშვები, რომლებიც დღესდღეობით ცეკვავენ ჩვენთან, ფაქტიურად ხვალ პირველად გამოვლენ სცენაზე. და უმრავლესობა არის დებიუტანტი, ამის თქმა მინდა და ფაქტიურად იმას, რასაც ჩვენ ხვალ გავიტანთ სცენაზე, არის წელიწად ნახევრის ნამუშევარი. და არ ვიცი, აქედან გამომდინარე ყველა განვიცდით, რა თქმა უნდა მეც, ბავშვებიც, მაგრამ გვაქვს გადასარევი განწყობა, ძალიან დადებითი მუხტი და მოლოდინი ხვალინდელი დღის. იმედია ყველაფერი ძალიან კარგად ჩაიგდეს. აუცილებლად. აქვე დავამატებ კიდე ერთს, ჩვენთან ქართველი ბავშვების გარდა არიან საქართველოდან წამოსული ბერძნების მეორე და მესამე თაობა. ბავშვები, რომლის ბებია-ბაბუებიც საქართველოში ცხოვრობდნენ. და ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამ ხოლმე, რატო იცით, აი მართლა დასაფასებელია. ამ ადამიანებს იმდენად უყვართ საქართველო, რომ შვილიშვილები მოყავთ ქართული ცეკვის სასწავლად. დავიძარი სასტუმროსკენ რამდენიმე მეტრიც და უკვე ავალ ნომერში დავიძინებ. ხო და ხვალ დიდი გეგმები გვაქვს. როგორც იცით, უნდა გადავიდეთ ჩრდილოეთში. ნახოთ ერთი ქალაქი და მერე უკან გამოვბრუნდეთ ლარნაკაში, სადაც მოვემზადებით სულიერად ფიზიკურად ფრენისთვის და დავბრუნდები საქართველოში. ხვალ ერთი დღე გვაქვს დარჩენილი ამ მოგზაურობის და არჩენი ვნახოთ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ დრომდე აქ იყავით.
არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და იმედია მოგეწონათ ვიდეო, თუ არ მოგეწონათ, ეგეც დამიწერეთ რა არ მოგეწონათ. თუ მოგეწონათ, ეგეც დაწერეთ რა მოგეწონათ, იმიტომ რომ ეს ინტერაქცია მე ალგორითმს აფიქრებინებს, რომ არც თუ ისე ცუდი კონტენტი არის რა. აი ხა აქ ძალიან ჩამობნელდა. ხო და მოკლედ გემშვიდობებით და ხვალ შევხვდებით ისევ. აბა დროებით.